მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგაცნობთ. პარლამენტმა საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის ინიციატივას მხარი დაუჭირა. მესამე მოსმენით მიღებული კანონის პროექტით საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია 2025 წლის 1 აპრილიდან განხორციელდება. ბიუროს ფუნქციები და უფლება-მოსილებები კი მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცემა. ბიუროს ლიკვიდაციის მიზნით მთავრობამ სალიკვიდაციო კომისია კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში უნდა შექმნას. პროექტის თანახმად ლიკვიდაციის შედეგად ბიუროდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია. ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. გარკვეული ანალიზის შედეგად შეფასდა, რომ ბიუროს როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ფუნქციონირება საჭირო აღარ არის. ეს უკავშირდება როგორც ხარჯების ოპტიმიზაციას, ასევე თვითონ მნიშვნელოვან პროცესს, რაც გულისხმობს საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციას და მის უშუალოდ წარმართვას მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან. განაცხადა საპარლამენტო განხილვების დროს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის ლიდერი გიგი წერეთელი ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესიისთვის მოსამზადებელ სხდომას ესწრებიან. პარტიის ლიდერების ვენაში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით ვიზიტის ფარგლებში პარტიის ლიდერები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს და სპეციალური წარმომადგენელს კავკასიის საკითხებში ლუიშ გრაკას შეხვდნენ. როგორც თინა ბოკუჩავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით თუ რა მნიშვნელობისაა ქართული ოცნების არ აღიარების პოლიტიკის შენარჩუნება. გახარია საქართველოსთვის პოლიტიკური საბჭოს წევრ ტატა ხვედელიანის განცხადებით საჯარო მოხელეთა მიმართ რეპრესიები მიმდინარეობს და მათ უკანონოდ ათავისუფლებენ სამსახურებიდან. ხვედელიანმა ბრიფინგზე საჯარო მოხელეებს მიმართ ზეწოლისა და მუქარი შემთხვევაში დაუკავშირდნენ პარტიას, რათა გახარია საქართველოსთვის გუნდმა მათი ინტერესები დაიცვან და ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდინონ. ბოლო დღეებში უკანონო გათავისუფლებები დაიწყო იუსტიციის სახლების მომსახურების წინა ხაზის ოპერატორებშიც, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს მომსახურების ხარისხზე. ამ პერიოდში ივანიშვილის რეჟიმმა გააუქმა პარლამენტის კვლევითი ცენტრი და ამით კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო პროცესის გარეშე დატოვა საკანონმდებლო ორგანო. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას განცხადებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესიისთვის მოსამზადებელ სხდომაზე დებატები გაიმართება საქართველოს საკითხზე, სადაც სავარაუდოდ საუბარი იქნება საქართველოში ახალი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვხვდებით ამერიკის დელეგაციას იმისთვის, რომ განვიხილოთ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას საქართველოსთან და რეგიონთან მიმართებაში და სანქცირების პოლიტიკის შენარჩუნება ივანიშვილის რეჟიმის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომელიც ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესიისთვის მოსამზადებელ სხდომას ესწრება. უნდა გამოვაჩინოთ, რომ ალტერნატივა სტატუს კვოზე ბევრად უკეთესია და ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად მივა ძალაუფლების გადაბარების საჭიროებამდე. ამის შესახებ პარტიის ფედერალისტები ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ჩერგოლეიშვილის თქმით, მეხუთე პრეზიდენტთან შეხვედრაზე მყოფი ოპოზიცია შეთანხმდა იმაზე, რომ ქართული ოცნების მიერ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიასთან არავინ თანამშრომლებს. ჩემი პოზიცია ის იყო, რომ მნიშვნელოვანია აქცია გაგრძელდეს ქუჩაში. მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთისგან გაგრძელდეს იზოლაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რასაც ეს პრეზიდენტის შეხვედრები ხელს უწყობს, არის ის, რომ გამოვაჩინოთ ალტერნატივა სტატუს კვოზე ბევრად უკეთესია და ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად მივა ძალაუფლების გადაბარების საჭიროებამდე. განაცხადა ჩერგოლეიშვილმა. თუ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მმართველი კოალიცია დგას ამ დანაშაულების უკან, ვფიქრობ, ევროკავშირმა ძალიან სერიოზული რეაგირება უნდა მოახდინოს. ამის შესახებ ლიეტოველმა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ბრიუსელში ინტერპრეს ნიუსის სპეციალურ კორესპონდენტს განუცხადა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერ გიორგი გახარიას მიმართ კვერცხების როლის ფაქტის კომენტირებისას ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ სიტუაცია უფრო და უფრო უკონტროლო ხდება. შეგახსენებთ, რომ მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიასა და სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ასრალეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმის სამმართველოს სხვადასხვა სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადმოკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 8 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. მათი ცნობით დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის მერია რუსთაველის გამზირის განახლებას გეგმავს. როგორც ქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რუსთაველის გამზირზე გზა არის ამორტიზებული და მძიმე მდგომარეობაშია. ხშირია დაზიანებები და გზის ჩავარდნის შემთხვევები. კალაძის განმარტებით სამუშაოები ალბათ მაისში დაიწყება. აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე გააკეთა. კალაძის თქმით, სამუშაოები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. მერია გეგმავს არსებული შენობა ნაგებობების რეაბილიტაციას, რომლის დიდი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამ სამუშაოების მეორე ეტაპი იქნება უკვე ძეგლებზე მუშაობა, რომელიც რამდენიმე წლიანი პროექტი იქნება. გვინდა რომ არა მხოლოდ ფასადებით, არამედ მთლიანად გავამაგროთ და მოვაწესრიგოთ არსებული შენობა ნაგებობები, რომელიც მდებარეობს ამ გამზირზე, განაცხადა კალაძემ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია თბილისში პოლიტკოვსკაიას 27 ნომერში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ, დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განათლების მიმართულებით არსებულ საჭიროებებს ეიმსჯელეს, მათ შორის მოსწავლეებისა და სტუდენტების სწავლების დაფინანსების, უფასო წრეებით და მოსამზადებელი კურსებით სარგებლობის ხელმისაწვდომობაზე, ყურადღება ობიექტში განსახლებული დევნილების წინაშე არსებულ სხვა გამოწვევებზე, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე გამოხილდა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილის მიერ გაცემული დავალების თანახმად, დროებით დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრების მიზანი მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებაა, ნათქვამია ინფორმაციაში. გაეროს მოსახლეობის ფონდმა ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან პარტნიორობით ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის გენდერული თანასწორობა საქართველოსთვის ფარგლებში საფუძველი ჩაუყარა საინფორმაციო საკოორდინაციო პლატფორმას ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობის აღმოსაფხვრელად. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი ტექნოლოგიებით ჩადენილ გენდერულ ძალადობას გენდერული ნიშნით ძალადობის სხვა ფორმების მსგავსად გენდერული უთანასწორობა უდებს საფუძვლად და იგი განსაკუთრებით აზიანებს ქალებს. ეს ფორმა მზარდი პრობლემაა საქართველოში და მისი სამიზნე უფრო მეტად ხდებიან ქალები, ვინც საჯარო სფეროში მოღვაწეობენ და იყენებენ ტექნოლოგიებს. მათ შორის არიან ქალი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ქალი ბიზნესმენები, კონტენტის შემქმნელები, ახალგაზრდები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. გომის საჩხერე ჭიათურა ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ინტენსიური თოვის დალიფყინულის გამო შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომის საჩხერე ჭიათურა ზესტაფონის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია, ნათქვამია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინისთვის კიდევ ერთი დაფინანსების კანონ პროექტის მიღების სურვილი არ არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. ამისთვის მადა არ არსებობს, განაცხადა ჯონსონმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას. შესაძლებელია თუ არა უკრაინისთვის დაფინანსების სხვა კანონ პროექტის მიღება თუ ომის დასრულებას კიდევ რამდენიმე თვეთა სჭირდება. მისი თქმით, ტრამპს სივრცე სჭირდება უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შუამავლობისთვის და ზელენსკის პრეტენზია, რომ უკრაინა საუდის არაბეთში შეხვედრაზე მიწვეული არ იყო არასწორია. ტრამპი ცდილობს შეიქმნას პირობები ამ რეალური მოლაპარაკებისთვის. ეს უნდა მოხდეს და მივცეთ მას საშუალება გააკეთოს ის, რასაც აკეთებს, აღნიშნა ჯონსონმა. ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მიღწევა ძალის მეშვეობით უნდა მოხდეს. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე უკრაინისა და რუსეთის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურ წარმომადგენელს ესაუბრა. მისი თქმით, არსებობს ძალიან მკაფიო პრინციპები, რომელსაც მშვიდობა უნდა ეფუძნებოდეს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა ჩამოთვალოთ მშვიდობის პარამეტრები. მე ვუთხარი გენერალ კელოგს, რომ არის ძალიან მკაფიო პრინციპები. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპაციის არ აღიარება, ძლიერი, შეუზღუდავი უკრაინული არმია და სანქციების შენარჩუნება. ევროპის რამდენიმე ქვეყნის სადაზვერო სამსახურის ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი 2030 წლამდე შეიძლება მზად იყოს ჩვენზე თავდასხმისთვის ძალიან სერიოზულად უნდა იქნას მიღებული, აღნიშნა კუბილიუსმა. ამასთან მისი თქმით, საბოლოოდ რა თქმა უნდა საჭიროა უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ძალიან განაწყენებულია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე და გარკვეულწილად სამართლიანად. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჟურნალისტ კეტრინ ჰერიჯთან ინტერვიუში განაცხადა, მისი თქმით, უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ გარკვეული მადლიერება უნდა გამოხატოს. ჩვენ ვზრუნავთ უკრაინაზე, რადგან ის გავლენას ახდენს ჩვენს მოკავშირეებზე და საბოლოოდ მსოფლიოზე. აქ მადლიერების გარკვეული დონე უნდა იყოს ამაზე და როცა ამას ვერ ხედავ და ხედავ, რომ ის პრეზიდენტს დეზინფორმაციის სამყაროში ცხოვრებაში ადანაშაულებს, ეს უაღრესად ძალიან კონტრპროდუქტიულია, განაცხადა რუბიომ.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უკრაინისა და რუსეთის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურ წარმომადგენელ კიტ კელოგთან გამართული შეხვედრის შესახებ საუბრა. მე მას ვესაუბრე გენერალ კელოგთან ჩემი შეხვედრისა და უცხოელ ლიდერებთან ჩემი ბოლო სატელეფონო ზარების შესახებ. უკრაინამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ თანმიმდევრულად უნდა იმოქმედონ. ერთიანი პოზიცია არის გასაღების სამართლიან მშვიდობასთან მისაახლოებლად, დაწერა ზელენსკიმ X-ზე. მისი თქმით, ემანუელ მაკრონთან კონსტრუქციული საუბარი ჰქონდა, რომლის დროსაც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.